ჯაბა რა სტერეოტიპები იცი ირანზე? ხო, როგორი წარმოგიდგენია და რა ვიცი, ირანი წარმომადგენია ისეთი როგორც არის ფილმებში და იმებში, რომ სულ მკვლელობები, სისასტიკე, იქ რაღაცა ბოროტი ისინი, ხომეინი და წვერიანი ირანელი და ექსტრემიზმი და უბედურება და საშინელება და აშკარად გული მიგზნობს რომ ასეთი არ არის ირანი. როგორი წარმომიდგენია, მე ნამყოფია რომ ჩემი მეგობარი იყო სხვა შორის ირანში და რო ჩამოვიდა ისეთი ისტორიები მომიყვარო რომ დავრწმუნდი რომ რაღაცა მთლად ისეც არაა საქმე, როგორც ну ბევრი რაღაცა დიამეტრალურად განსხვავებული იმასთან დაკავშირებით ვიდრე მე წარმომედგინა და იმას რას უშვები რომ თქვა ქალები ჩადრის დადიან და ქალები რო ჩადრიდა და ხო ესე საინტერესოა მე ხო აი ეგეც თემა ქალები წარმომედგენია ირანში ძალიან დაჩაკრულები უბედურები და არ ვიცი ამაზეც დაველაპავ ვინ და პრინციპში მეც ეგრე მგონია იმიტომ რომ წარმოედგინე ადამიანს არასოდეს არ ექნება შანსი რომ გახდეს პრეზიდენტი არასდროს შენ გონია ჩვენთან აქვთ ეგ შანსი მე რა ჩადრით არ დადი კონსტიტუციით კი ხო იქ კონსტიტუციის წერია რომ ვერ გახდება არა საინტერესოა დავალო გიორგი ლობჟანიძეს დავალაპარაკოთ ეს არის ძალიან ხო რა ანუ შეიძლება დავალაპარაკო ამ თემაზე კი იმიტომ რომ არის ჯერ ერთი ნუ ყურანი თარგმნა ბოლო-ბოლოს ყველაფერს თავი დავანებო ძალიან ახლო შეხება აქვს აღმოსავლეთთან და ირანთან და ბევრი სტერეოტიპის დანგრევაში ალბათ დაგვეხმარება და კარგი იქნება თუ იმიტომ რომ მე მგონი ნახევარი ცხოვრება აღმოსავლეთშია გატარებული და უხვალთან ეს არის მეორე მშობლიური ენა არის სპარსული ხო ხო და რა ვიცი და ახლა ძალიან გავუტევთ ასე რომ მიყვეთ და დანარჩენი სტუმართან ვილაპარაკოთ რა დანარჩენი სტერეოტიპი სტუმარმა დაამსხვრეს ჩვენთან ცნობების სტერეოტიპიდან გიორგი ლობჟანიძე კაცი რომელსაც აღმოსავლეთი ძალიან უყვარს მას საკითხული აქვს ყურანი და არავის აფეთქების სურვილი არ გასჩენია მას საკუთარი თვალით აქვს ნანახი ირანი ჰოლივუდს მიღმა მან იცის რომ ყველა მუსულმანი ბოროტი ტერორისტი არაა გამარჯობა გიორგი, დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენ გადაცემაში. სალამ. გამარჯობა. პირველი კითხვა ეს იქნება, რომ ხშირად აღინიშნავთ ხოლმე, რომ როცა ირანში მიდიოდით პირველად თქვენ მახლობლებმა გამოგიგლოვეს, ასე ვთქვათ და რა გეგონას თქვენ თვითონ რა დაგხვდებოდათ წინასწარ ირანში შეიძლება თქვათ ან სტერეოტიპები გქონდათ? რეალურად ისეთი ინფორმაცია იყო, რომ ირანი იყო ჩაკეტილი ქვეყანა, სადაც ბატონობდა ასე ვთქვათ თავისებური კანონები, რომლისგან ჩვენ ბევრი არაფერი გაგვეგებოდა, იმიტომ რომ რა ინფორმაციაც აღწევდა და ძირითადად დასავლური პრესის გავლით იმ პერიოდში ეს არის დაახლოებით 20 წლის წინანდელ პერიოდზე. ლაპარაკი იყო ყოველად შემაძრწუნებელი, რომ იქ პირდაპირ ქუჩაში ასამართლებენ ხალხს და რაღაცა საშინელებები ხდება, ამიტომ უცხოელებისთვისაც აბსოლუტურად არამეგობრული გარემოა და როგორ შეიძლება და იქ წასვლა 5 დამყავს და 5-ვე ტიროდა ცხარეცრებლით რომ აცილებდნენ იქ ეს რაღაცა და ეხლა ცხადია მეც დავითრგუნე, იმიტომ რომ მე კი მოუსულელში მე კი ვიცოდი რომ მთლად ასე არ იყო სიტუაცია და ჯერ ერთი ენა ვიცოდი უკვე მიყვარდა ის კულტურა სადაც მივდიოდი, მაგრამ რაღაც შიში მქონდა ყოველ შემთხვევაში. აბსოლუტურად სხვა სიტუაცია დამხდა. ხო ჯერ ერთი ის რომ წელთაღრიცხვი სხვა იყო განსხვავებული და 1372 წელს ჩავედი და დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო. ხშირად მეცნობა ხოლმე ივან ვასილიჩ მინიაეთ პროფესიულ რაღაცა დროის მანქანის შეგრძნება მქონდა, რომ აი ეხლა ვთქვათ 1996 წლიდან გადავალ მე-14 საუკუნეში. ეს აბსოლუტურად კიდევ კარგი რომ ფასადური აღმოჩნდა ეს ყველაფერი ეს განსხვავებები, იმიტომ რომ ჩავედი არა რასაკვირველია და ჩავედი აბსოლუტურად მოწესრიგებულ ქვეყანაში იმ დროისათვის მაგალითად თბილისში ძალიან ცოტა კომპიუტერი იყო ყოველ შემთხვევაში ჩემ ახლოს და იქ აღმოჩნდა რომ გაცილებით წიწასულ ხო უნივერსიტეტში ელემენტარულად ყველა სტუდენტს პერსონალური კომპიუტერი ჰქონდა და ასე ვთქვათ მე-14 საუკუნეში ჯერ კიდევ ვისწავლე კომპიუტერის მართვა. მე ერთი სტერეოტიპი ის იყო რომ რატომღაც ასე ვთქვათ ჯერ ერთი ისტორიის წიგნებში წერია რომ აი ჩვენ გაუკეთილშობილეთ მაგათ ჯიში თორე ეგენი ვინ იყვნენ ეგ უჯიშვები. დაახლოებით ამ სიტყვებით წერენ ხოლმე ახლა ცოტა უფრო კულტურულად ხო? და იყო ისეთი სიტუაცია რომ მე აქ როცა ერთხელ თარჯიმნად მუშაობდი კანცელარიაში შევედი ირანელების ჯგუფთან ერთად და ну იქ ვიღაცა კანცელარიის კლერკი ქართველი ქალი იჯდა და შეხედეთ ჯერ რას აქვს გვანარო და მე მომაშურე ხელი და უთხარი რომ დიდი მადლობა
ასე პროცენტელი შეფასება ჩემი გარეგნობის ჯერ არ მომისმენია. და ეხა ამას რატო ვიხსენებ რომ ჩავედი ну წინასწარი განწყობით რომ ეს გვაჯები ეს რაღაცა ესა რა ქვია და აღმოჩნდა აეროპორტიდანვე გამაკვირვა ამდენმა სილამაზე. ძალიან ლამაზი ერია საერთოდ რაღაცა აღმოსავლური სილამაზი აქვს და ეს იყო პირველი ასე ვთქვათ რაც დაიმსხვრა ჩემში და მივხვდი რომ აი არასოდეს შორიდან რაღაცა არ უნდა განსაზღვრა ან იმის მიხედვით რასაც ვთქვათ შორიდან ხედავ ახლა აკრაფენა ჩამოდის ირანელების ვიღაცა შეიძლება წარმოდგენა შეექმნას ირანზე მაგრამ ეს არ იქნება ავთენტური წარმოდგენა იმისა რაც თვითონ იმ ქვეყანაშია მე იცით რა ველურობას მოელი ხალხისაგან რომელიც ასე ვთქვათ გამოდის ქუჩაში ცოცხლა და სამართლებს კი იყო ასეთი შემთხვევები მე მინახავს ვთქვათ ქუჩაში სასამართლოები მაგრამ საოცარი ის არის რომ ამ ყველაფერს აწონასწორებდა უпроსტად ახლა იქაც ბევრი რამე შეიცვალა უკვე ამ ხნის განმავლობაში იმიტომ მე დინამიკაში ვაკვირდები საოცრად თბილი ურთიერთობები ადამიანებს შორის და როგორ გითხრათ ეს იყო ქუჩაში დაგაკვალიანებდნენ სიყვარულით მოგექცეოდნენ ვთქვათ რაღაცას თუ კითხავდი ელემენტარულად საათი რო გეკითხათ ან გადაყვებოდნენ ასე ვთქვათ და სახში წამოყვებოდნენ ლამის და ეს ყველაფერი მოდიოდა იქიდან რომ ამ ხალხს უყვარდა რეალურად უყვარდა ერთმანეთი ვთქვა თვითონ ხალხზე როცა ლაპარაკი და არა პოლიტიკაზე და არა მართველ ელიტაზე და მე ვიგრძენი რომ აბსოლუტურად სხვა გარემოა ამ თვალსაზრისით იმიტომ რომ მაშინდელი თბილისი რაღაცნაირად გასასტიკებული ეს არის 90-იანი წლები გამოვლილი გვაქვს მთელი ეს უშუქობა მერე სისასტიკე საოცარი როცა ქუჩაში მართლა ხოცავდნენ ერთმანეთს და არ ვიცი რის გამო და უცებ აღმოჩნდი საოცრად თბილ მოსიყვარულე გარემოში სადაც ბუნებრივია ბევრი რამ იყო უცხო. კულტურული შოკი ცოტათი გექნება. კულტურული შოკი მქონდა ნამდვილად და ბევრი ვთქვათ პირველი შოკი ესეც იყო. მართალი გითხრათ მე უკვე კულტურულ განსხვავებებზე როცა გადავედი და უფრო ჩავღრმავდი ასე ვთქვათ ამ ხალხის ფსიქოლოგიაში ცხოვრების წესში ბევრმა რამემ გამაკვირვა ასე ვთქვათ თავბროდ ამახვია და უბრალოდ მივხვდი რომ აქ იმ სტანდარტებით როგორითაც მე ვარ შეჩეული აზროვნებას უბრალოდ არ უნდა მიუდგე ეს უნდა განსაჯო თავისი სოციუმის გათვალისწინებით სხვა შემთხვევაში ან გამოგრიყავენ არ მიგიღებს უბრალოდ იმიტომ კი არა რომ გამოგაგდებენ საიდან არ მიგიღებს ის სოციუმი არ იქნები ორგანული წევრი კეთილი ანუ რა მაინტერესებდა ახლა ანუ ახლა თქვენი ლაპარაკიდან გამომდინარე ხვდები რომ კიდევ უფრო ურწმუნდები იმაში რომ ირანი ერთგვარად დემონიზებულია რაღაცა დასავლეთის მიერ და ხშირ შემთხვევაში ამ ჰოლივუდის რაღაცა ზეგავლენის გამოა ბევრი სტერეოტიპი რომლებიც აი მე და ირინკას უნდა შეიძლება გქონდეს ან მედიის ო რასაკვირველია ახლა ელემენტარულად ვთქვათ ეს ჰოლივუდური ფილმი ანუ წვერებიანი ირანის რაღაცა წვერებიანი უცილებლად უნდა აფექტდეს ასეც არ არის რასაკვირველია ჩაცმულობა ბევრ ამას განაპირობებს იქაც არის გარკვეული უნიფორმები საზოგადოებრივი რომელსაც არ თხოვენ მაგრამ საზოგადოება ითხოვს ასე იქ როგორ გითხრათ არავის აცვია არსებობს ფენა რომელიც ცდილობს რომ მაქსიმალურად სადად ეცვას და ერთნაირად ვთქვათ ამის მიხედვით შენ ვერ გარკვევ არის ძალიან უბრალო შარვალი აცვია მაგალითად ძალიან ისეთი პერანგი აცვია მაგრამ ამ დროს შეიძლება იყოს ან მაგარი მოაზროვნე ან ძალიან მაგარი ფულის პატრონი რა ამით ვერ შეამჩნევ და ვერ შეაფასებ ასე ვთქვათ და მე იმასაც მივხვდი იცი რა არის აი ჩემ ბავშვობაში მე მაგალითად ერთი არაკი რაც ამიკითხავს ახალო სახელო ჭამეფლავიო ის რო შევიდა ხოჯა ნასრედინი და ჯერ ძველმანები ეცვა და არა ყურადღება არავინ არ მიაქცია მე მეორე დღეს კარგად ჩაიცვა და სუფრის თავში დასვეს და ფლავი აჭამეს და რაღაცა და ეს ახალ სახელოში იყრიდა ფლავს და უნდა ახალო სახელო ჭამეფლავი და ეს მივხვდი რომ ეს მუშაობს ეს პრინციპი იქ არის როგორ გითხრა ადამიანი არის თავისთავად იღირებულება და სხვა ყველაფერი მეორე პლანზე
ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდისათვის. ეხლა სამწუხაროდ ბევრი რამე უარესობისაკენ შეიცვალა უკვე დღევანდელ ირანში, იმიტომ რომ რაღაცნაირად ახალი თაობა მოვიდა, რომლისთვისაც სხვა ღირებულებები გახდა უფრო მნიშვნელოვანი. ერთის მხრივ ეს კარგია, მეორის მხრივ ცუდია. ხშირად გითქვამთ, რომ თქვა დასავლეთის პრესამ მოეშვას ამ პოლიტპროექტულობას და გააშუქოს ის, რაც რეალურად არის. და სწორედ სიტყვაზე ამიტომაც არის, თქვა ბევრ ადამიანს, თვითმფრინავში წვერებიანი არაბის მუსლიმანის ეშინია. ავტომატურად ეშინია. თქვენი აზრით, აი რა მოვლენა გაშუქდა არაობიექტურად და რა შეიძლება და რა უფრო მეტი ყურადღება. ასეთი კონკრეტულად არ მახსოვს, მაგრამ თვითონ იცით რა არის საერთოდ იმიტომ ტერორიზმი და ეს სამყარო არის მეტყველებასთან დაკავშირებითაც, მეტყველების აღქმასთან დაკავშირებითაც მე მგონი პრობლემა არის ხშირ შემთხვევაში დასავლეთის მხრიდან, იმიტომ რომ ის რაც აღმოსავლეთისათვის ფიგურალურია, მართალია მე არანაირად არ ვუჭერ მხარს ვთქვათ არც ერთ ლოზუნგს, რომელიც ქუჩაში გამოითქმება დასავლეთის თვალსაზრისით, მაგრამ ის ამას აღიქვამდა, მე მივხვდი რომ აღმოსავლეთში და კერძოდ ირანში ამას აღიქვამენ აბსოლუტურად ფიგურალურად გადატანითი მნიშვნელობის, სადღაც პოეზიის დონეზე, იმიტომ რომ იმათაც აქვს თავისი სტერეოტიპები დასავლეთთან დაკავშირებით. მაგალითად, იქაც დემონიზებულია დასავლეთი, გარყვნილი დასავლეთი, ასეთი. არა მხოლოდ ასე ვთქვათ, ის არის რაღაცნაირად მტრის ხატი არის შექმნილი და მე ყველაფერს მიაწერა. მაგალითად ამბობდნენ ხოლმე რომ სიკვდილი ამერიკას და მე რომ ესმოდა ეს არაფრით არ შემიძლია ვთქვათ ამ ლოზუნგის დონეზეც კი ეს ავიტანო. მე მივხვდი რომ ახლა ისე ყვირის რა გულს გარეთ, ესე იგი ვერც აცნობიერებს მექანიკურად, ვერც აცნობიერებს რა ხდება ამ დროს და რა შეიძლება ნიშნავდეს რეალურად, რომ გაცვეთილიც არის, შინაარს გამოცლილიც და მართალი გითხრათ, თვითონ ხალხის ფენებში მე ამერიკადმი სიძულვილი არ მიგრძნია თუ არა აი ესეთი ცოტა მაღალ ეშელონებზეც არ არის ლაპარაკი. თუ არა ეს ლოზუნგური დამოკიდებულებები. საინტერესოა. და ამიტომ ბევრი რესურსი იყო ალბათ ახლა მე პოლიტიკოსი არა ვარ და რაღაცა, მაგრამ თუნდაც სახალხო დიპლომატიის დონეზე რომ ეს ურთიერთობა ჯერ ერთი ყველაზე კარგი ის არის რომ ირანში ხშირად მithქვამს და ახლაც ვიმეორებ მუდმივად თარგმნიან დასავლური ლიტერატურის ნიმუშებს, თქვათ რა, ჯერ გამოცემული არ არის დასავლეთში წიგნი, რომ სპარსული თარგმანი, საკმაოდ კარგი თარგმანი უკვე დევს სპარსულად და მე ასეთი პრაქტიკაც მაქვს, რომ უბრალოდ ქართულად ყველაფერს ვერ წაიკითხავ სამწუხაროდ, იმიტომ რომ არის თარგმნება ჩვენთან ისეთი ინტენსიური არ არის, რუსული რაც შემოდიოდა ძალიან გაძვირდა ერთხანს და ამიტომ ირანში ხშირად მიწევს ხოლმე ჩასვლა და ყველაფერს ვყიდულობ სპარსულად მომაქვს და მე იმას ვკითხულობ, სიამოვნებას ვიღებ და ინფორმაციას ვიღებ. ან თქვენთვის ეს მშობლიური ენა? ჩემთვის შეიძლება ითქვას ხო არაბულთან ერთად, არაბული და სპარსული თითქმის მშობლიური. კურსი როგორ ის, თქვათ, ის ამაზეც არის სტერეოტიპი, რომ რაღაცას თაფლივით ტკბილი ენა. ნუ იცით რა არის, საერთოდ არის ამჯერად სპარსულზე ვილაპარაკებ, არაბული კიდეს აბსოლუტურად სხვა მოვლენაა, ასე ვთქვათ, ის მართლა სხვა ენა და სხვა სიმაღლეა. მაგრამ სპარსულის შემთხვევაში მუდმივად გრძნობ, რომ ამ ენაზე არის ბევრი ნამუშევარი თვითონ ენაზე. დიდი ლიტერატურაა შექმნილი, ახლა წარმოიდგინეთ თქვენ დიდი სპარსული ლიტერატურა, რომელიც მე-19 საუკუნიდან ესე მოყვება და მუდმივად იქნება და იქნება და იქნება და დღესაც რომ წარმოიდგინოთ, თვითონ სპარსულად ხო იწერება უამრავი რამ, ვთქვათ, ირანელი მწერლების, პოეტების მიერ ითარგმნება ყველაფერი. და ეს განაპირობებს ენის ისეთ განვითარებას, რომ ენა ხდება მოქნილი, ელასტიური, არაჩვეულებრივად გამომხატველი, რაც ხშირ შემთხვევაში ხო აი იცით რა, ნებისმიერი აზრი 15-ნაირად შეიძლება შეატრიალო და ზუსტად იმ ნიუანსს მიაგნო, რომელიც გჭირდება შენ იმ დროისათვის, ამას მწერალი კარგად მიხვდება, რას ვლაპარაკობ, ასე ვთქვათ, ხო? პოეზიაზეც აისახება, პროზაზეც აისახება და ყველაფერს აზროვნებაზე, რაც მთავარია, ხა საქართველოს უკვირდები ხოლმე, როცა საქართველოს სიტუაციას უკვირდები ხოლმე, როგორ შეიძლება ჩვენ ვთქვათ მოაზროვნერად ჩამოვყალიბდეთ, როცა ასე გაღარიბდა ჩვენი ენა. და ასე ერთი უბნის, ერთი ქუჩის, ერთი იმის ენად იქცა ნელ-ნელა ჩვენი მწერლების ხელში.
აქ ჩემი წვლილიც არის შეიძლება და ბევრი სხვის, მაგრამ გამომცემლობების, რომლებიც ამარტივებდნენ ამენას და პირდაპირ მოგიწოდებდნენ, რომ არა, ეს მკითხველმა უნდა მიიღო. ბოლოს და ბოლოს მკითხველს შენ ქმნი. კეთილი, რა მაინტერესებდა ხა ეს ჩვენი ქართული მენტალიტეტი, ანუ გადაღებული თემა. რამეთ კავშირში დაუჯერო არ არის ირანულ მენტალიტეტი. ბევრი რაღაცა არის კავშირში, რასაკვირველია, მე სულ მეცინებოდა ირანში მეკითხებოდნენ ხოლმე, რომ რა გიკვირთო ყველაზე მეტათო და მე ვეუბნებოდი, რომ თააროფის ინსტიტუტი, თუმცა იქვე ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ეს ხომ არ უნდა გამიკვირდეს წესით. ეხლა რაზე ლაპარაკი რო აგიხსნათ. ირანში არის ეგრეთ წოდებული ზრდილმეტყველების ინსტიტუტი, რომელსაც ეძახიან თააროფის ინსტიტუტს. თააროფს უფრო სწორად თვითონ და ეს ითვალისწინებს კითხვა-პასუხის შესაბამისობას, ვთქვათ, ან ჩინით მაღლა მდგომის ქვემდგომთან ურთიერთობას, ან განსხვავებული სოციალური თემების ურთიერთობას და როგორ გითხრათ, მარტივი მაგალითი სულ მომყავს ხოლმე, როცა გეტყვიან მაგალითად, რომ კარგად გამოიყურები, შენ უნდა უთხრა სპარსულას, რომ თქვენი თვალები ლამაზად ხედავენ სამყაროს. აი ეს ამას ითვალისწინებს. და ამას მართლა ამბობენ ასე ქუჩაში. კი. და ახალგაზრდები თქვათ ვინმე რომ მოიბოდიშებს რომ უკაცრავად ზურგით ვზივარ, ის უნდა მიუბრუნდეს და უთხრას არაუშავს ვარც ზურგი და პირი არა აქვს. ანუ შენ ვარდი ეს ხელოვნების დონეზე არის აყვანილი, ბუნებრივად ზის. ხო, ცხადია. ჩვენთან ამაში პარალელისად. და ახლა გითხრათ, მაგრამ ეს თააროფის ინსტიტუტი არც თუ იშვიათად გადადის ხოლმე ლიქნაში. ხო. მლიქნელობაში. კი. და აი სწორედ აქ ჩდება პარალელები საქართველოს. იცი რა, ჩვენი ხო არ არის და არა. ჩვენ ყოველთვის ვთქვათ რაღაცა ხატოვანი გამომხატვებს და ხატოვანად გვირჩევნია გამხატვა ეს არა. ამ დასავლეთთან უფრო მეტი კავშირი გვაქვს თუ აღმოსავლეთთან? რასაკვირველი აღმოსავლეთთან, იმიტომ რომ მე მქონდა ასეთი შემთხვევა. კერძო გაკვეთილები მაქვს არც თუ კაი ცხოვრების გამო ცხადია და ერთ-ერთ ასეთ კერძო გაკვეთილს ვუტარებდი ფრანგ დიპლომატს, ფრანგულად ვასწავლიდი სპარსულს. და მივედით ამ თააროფის ინსტიტუტამდე, რომელიც იქ აუცილებელი ინსტრუმენტია უბრალოდ შენი თვითგამოხატვისაც და ურთიერთობის სხვანაირად არ დაგელაპარაკება ირანელი თუ ეს არიცი. რაც არ უნდა კარგად იცოდე ენა გრამატიკულად. და ვუთხარი რომ აი ესე რომ გეტყვიან შენ ესე უნდა უთხრა და ფრანგმა ჯერ ვერ გაიგო რას მეუბნები საერთოდ. ნუ მე სხვანაირად მოუტრიალი ძლივს ჩავახვედრე რომ ეს მათი წესია და მითხრა მე ამას არ ვიტყვი. მეუბნები როგორ არ იტყვი? ხო და არა მე უბრალოდ არ ვისწავლი, არ გამოვიყენებო ამას. მითხრა. და უცებ მივხვდი რომ ეს ამის ბრალი კი არ არის ახლა რასაც მე რის წინაშეც მიაღმოვჩნდი. ეს არის კულტურული განსხვავებები. ყვადაღებული ქართული მენტალიტეტი არის რაიმე კავშირში ირანულ კულტურას. ნუ კონსერვატორები რასაკვირველია ისინიც არიან, ვთქვათ, მე მატყუარები ვართ და ისინიც არიან, ლიქნელები ვართ და ისინიც დოზებს გააჩნია ახლა, იცით არის და ადამიანებს ახლა განზოგადება ძალიან სახიფათოა ხოლმე, მაგრამ აი ზოგადად ვთქვათ, ხო? და ხო, რაც ქართველებისგან განასხვავებთ ის არის, რომ გამრჯე ხალხია. მძიმე კლიმატურ პირობებშია ქვეყანა და ყოველ დღე მე ვხედავდი როგორ გამოქონდა თქვათ უნივერსიტეტში რომ მივდიოდი ხოლმე ჩითილები სპეციალურად ყვავილების და ამ ხრიოკ ზეგნებზე რგავდნენ ერთი დღისათვის. წარმოგიდგენიათ რომ რაღაცა სილამაზის მოთხოვნილება ყოველდღე ესე გამოქონდა და ადრე ეხლა არ ვიცი, ეხლა ამ ხრივაც იცვლება უკვე სიტუაციები, იმიტომ რომ დინამიურია ეს ყველაფერი ერთ ადგილას არ დგას, ხო? ადრე თეირანი იყო ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქალაქი. და ერი, ახლა ყველაზე ვერ ილაპარაკებ, ერი რომელიც გამოირჩევა სისუფთავით. ზოგადად სისუფთავის კულტია. კი, ამ ყველა კულტურა აქვს, თუნდაც ზვარდის წყალი. სპარსულ სახლში, სპარსელი კაცისათვის სისუფთავის კულტი არის მთავარი. კი. ახლა არ მინდა ზედმეტი კრიტიკა ქართული საზოგადოების, მაგრამ უბრალოდ ჩვენთვის შევადაროთ. რაღაცა არის შესაძლებელი. თან მით უმეტეს ჩვენ ვართ
კუდი ყავარზე გვაქვს გადებული და ხშირად აი ესეთი სტერეოტიპის მომისმენია აგრესიაში გამოხატული რომ თუ ეგ ტურტლიანი კი არა და ამ დროს იცი რა არის ძალიან სასაცილოა კულტურულ განსხვავებებზე როცა ვლაპარაკობთ ხო თან ბოლოსკენ გავდივართ და ერთი ასეთი თემი დავასრულოთ ანუ ირანი არის თრიაკი საქართველო არის ღვინო ხო და აი რომ მათ შევცვალოთ რო შეგვეცვალა როლები და ჩვენ რო ყოფილიყავით თრიაკის მოყვარული ეირიც სიტყვაზე და ისინი ღვინის მოყვარული ხო უფრო კულტურის დონეზე თქვენი ეს ზეგავლენას იქონიებდა პოეზიის პროზის და რაღაცა სხვა ნაწარმოებებზე თუნდაც კულტურაზე აი ჩვენი ცეკვაზე რა აი ყველაფერზე რა ყველაფერ თრიაკს კი ყველაფერზე იქონიებს ზეგავლენას ჯერერთი მაგრამ იცით რა არის ეხა ესეც პირობითია აბსოლუტურად ჯაბა რაც შეთქვი იმიტომ რომ ღვინოს არც იქაკლებენ მინდა გითხრათ ასე ხო არა ესეც არის სტერეოტიპი რომ ისინი ასვამენ ერთ-ერთი სტერეოტიპია თორემ თუ ვთქვათ მართლა მორწმუნე არ არის და ასეთი აი ჯანსაღი მორწმუნე ნაწილი ამ სტერეოტიპებთან 30-40% რა იყო დანარჩენი არ ვიცი ახლა ესე არ დაბეზღებასავით არ გამომივიდეს ზოგადად ვლაპარაკო მაგრამ სვამენ ღვინოსაც და აი ირანის თქვა ღორის ხორცთან დაკავშირებით უფრო თავს იკავებენ აი ირანთან და თქვა აღმოსავლეთის თემას რო ვეხებით ხოლმე ყოველთვის რა ვიცი პირველი სტერეოტიპი ჩემთვის არის ჩადრიანი ქალი და არ ვიცი ალბათ ძალიან ბევრისთვის არის ეს პროტესტის პირველი მუხტი უნდა განახათ ეს ჩადრიანი ქალები აქტიურები არიან რეალურად. ეს შეიძლება განპირობებულია სწორედ ამ პირობითობით. არა, მე ვერ ვიტყვი რომ აკრძალვა. ეს არის პირწმინდა პირობითობა, იმიტომ რომ ქუჩაში კი იძულებულია დაემორჩილოს, ვთქვათ, ამ განაწეს და ჩაიცვას ის ჩადრი მოიხიოს ისიც, იცით რა, ხა ძალიან ისეთი წარმოდგენა აქვს ხოლმე, რომ თვალები სახე უჩანთ, მეკითხებიან, სახეს უჩანს, უბრალოდ თმა უნდა იყოს დაფარული. და ზემოდან კიდე რაღაცას იფარებენ ხოლმე განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, ღვთისმოსავი ქალები, რომ თავისი ღვთისმოსაობა გამოამჟღავნონ. ახლა ისიც მინახავს, რომ ასეთი ზემოდან მოფარებული უფრო საშიშია ზნეობრივი თვალსაზრისით, ვიდრე ჩვეულებრივი გახსნილი ადამიანი. ეგ ცალკე თემაა, მაგრამ ზოგადად არც ერთ შემთხვევაში ირანელი ქალი დაჩაგრული არ არის. ეს მათი არჩევანი არ არის დაჩაგრული. არჩევანი, როგორ გითხრათ, მათი არჩევანი არ არის, იმიტომ რომ ბევრი არ აირჩევდა ამას, მაგრამ უბრალოდ ხო გეუბნებით, ამ შეზღუდვის საპირწონეთ უამრავი რამე აქვს. მას რომ თავი დაჩაგრულად არ იგრძნოს. პირველ რიგში თქვათ პოლიტიკაში შეუძლია რომ რასაკვირველია პრეზიდენტი არა მაგრამ თქვათ პარლამენტში შეუძლია არის რაღაცებს აწონასწორებს მაგალითად მისი საზოგადოებრივი სტატუსი გარეთ და ოჯახში მისი ადგილი როგორია ირანელი ქალი არის სიტუაციის სრული ბატონ პატრონი თავის ოჯახში მე მაგალითად ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც არ მოვიყვანეს ფარსელი ცოლი სადამ ხოდა მაგათი თავი მირჩევნია მორჩილი დიქტატორები ქართველი ქალი უჩადრო ისე იყო შანსი ნუ შანსი ყოველთვის გეძლევა შანსების მეტი რა იყო მაგრამ ეხლა ეს ნახევრად ხუმრობით ნახევრად სერიოზულად უბრალოდ მე ვამბობ იმას რომ ოჯახში ის არის გაცილებით ისეთი ჯერეთი დედის კულტია ისე როგორც საქართველოს ტრადიციულ თქვათ მაშინ ხო კი სხვა ჩერს დედის არის მაგრამ გასათხოვარი ქალიშვილის ნაკლებად ხო გასათხოვარი ქალიშვილის სტატუსი კიდევ უფრო თქვათ მაგრამ როგორ გითხრათ ახლა ბევრი ესეთი გასათხოვარ ქალიშვილსაც აქვს თავისი ასპარეზი. კარგი, არ შემიძლია რა შევეხო ყურანის თემას თქვენ ყურანი თარგმნეთ, არ ვიცი, საბა აიღეთ ერთ-ერთი დამსახურებული ფილოლოგი ხართ და თარგმნელი ამ ხრივ. მაინტერესებს თქვა, როდესაც წმინდა წიგნები ზეპირსიტყვიერად გადაიცემა, არის თუ არა შანსი და რამხელარი იმის საშიშროება, რომ ის არასწორად იქნეს გაგებული და რამდენად არის გაუნათლებელი სასულიერო პირი თვითონ მრევლის ორი კითხვა ეგ ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ერთ-ერთი პრობლემა ახლა თანამედროვე რელიგიათმცოდნეობის მე სხვათა შორის ირანში დავამთავრე ასპირანტურა რელიგიებისა და მისტიკის ხაზით. ესე ერქვა ჩემს სპეციალობას და ამიტომ ნუ
ეს თემა ჩემთვის ახლობელია, მით უმეტეს ეგ თანამედროვე რელიგიათმცოდნეობის საკვანძო პრობლემაა, რომელსაც იკვლევენ სხვადასხვა თეოლოგიურ ცენტრებში. ახლა კერძოდ რა, რომ რას ნიშნავს ზეპირი რელიგია? ზეპირი რელიგიაში გულისხმობენ ყველაფერი იმას, რაც განვითარდა წიგნიდან, მაგრამ წიგნის გარეშე. როდესაც ვთქვათ საღვთო წერილს არ კითხულობენ, ან არასათანადოდ კითხულობენ და რა ტრადიციები ხვდება, ვთქვათ, რელიგიას ამა თუ იმ გარემოში, როგორ ადაპტირდება ეს წიგნიდან მომდინარე დირექტივებთან. აი ეს არის მთავარი პრობლემა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ყურანის ქართულად თარგმნას მოვუკიდე ხელი, ეგეც იყო, რომ მე მინდოდა ზუსტად გაეგო ქართველ მკითხველს, ვთქვათ, რა წერია თვითონ ყურანში და როგორ არის ეს მერე ინტერპრეტირებული ოღონდ კლასიკური ისლამის მიხედვით, ვთქვათ, ხო? და ხშირად მქონია მაგალითად იყო ასეთი შემთხვევები, როდესაც საქართველოში მცხოვრები მუსლიმები მიკავშირდებოდნენ და თვითონვე მეუბნებოდნენ ხოლმე ისეთ რამეს, რომ აი ყურანში ხო გვიწერია ეს და აბსოლუტურად იმას ყურანთან კავშირი არ ქონდა. რაღაცას რომ მეუბნებოდნენ. კარგია თუ ამას ხო, ბევრ რამეს აკავშირებენ, რასაკვირველია ობიექტური საფუძველი ეთყობა არის ამაშიც, მაგრამ იქ უამრავი ფაქტორი მუშაობს. ყოველ შემთხვევაში ერთი ის არის, რომ მე აბსოლუტურად დარწმუნებულია, რელიგია, რომელიც ამდენ მიმდევარს გაიჩენს, შეუძლებელია გადაგებდეს იძულებას და სიძულვეს. ეგ გამორიცხული. ეს უბრალოდ არის და ეგ ამას კიდევ უფრო ეს არის რელიგიის პოლიტიზაციის შედეგი. იდეოლოგიის. და შეიძლება ნებისმიერი რელიგია აღმოჩნდეს ამ საფრთხეს. სრულიად უწყინარიც კი. სრულიად უწყინარიც კი და სრულიად ისეთ სიტუაციაში, როდესაც ვთქვათ, ხალხი დადის ეკლესიაში, მაგრამ არ კითხულობს ბიბლიას და სახარებას. აი მან შეიძლება უკვე გაჩნდეს აქ უკვე ჩნდება ეგ საშიშროება. ეხლა იმ დღეს მაჩუქეს ბიბლია და მომქონდა ესე ჩახუტებული და ყველა მე მიყურებს და თან ვერ დააკავშირეს, იმიტომ ჩვეულებრივად შარვალ კოსტიუმი არ მეცდა. და ვერ დააკავშირეს ესა ვეგონე იეღოველი, მაგრამ ისე ჩაცმული არა ვარ, აი ესეც სტერეოტიპი. და იცით რა არის, ეს არის ქვეყანა, სადაც ბიბლია ლამის მხოლოდ იეღოველებს უჭირავთ ხელს. და დანარჩენ ნაწილს უკვირს, რომ რატო უნდა გეჭიროს ბიბლია. საინტერესო, არადაუმრავლესობა მორწმუნეა. ესეც ხიარულოც ნაწილ. არა, ძალიან რა მეინანება დასამთავრებლად, მაგრამ რა ვიცი. აი ეს საერთოდ ცალკე თემა იყო ამ ყურანს და იმით არც ვიცი რომლით უნდა დაგვეწყო, მეგონი ცალკე მოგვიწევს კიდევ ერთხელ ყველი მოწევა. ყველაფერი რაც კარგია, მალე მთავრდება. მეორე სერია გავაკეთე. კარგად, დიდი მადლობა მორწმუნეებს. კარგად ბრძანდებოდი. მე მართლა რაღაცა ერთ პირობა შოკიც მივიღე პატარა, როცა თქვა რომ ირანელი ქალები ძალიან კარგად ცნობენ თავ და არც ესეც რაღაცა დასავლური პროპაგანდის შედეგი შეიძლება იყოს ასეთი უტრირებული წარმოჩენა ძალიან დათრგუნული ირანელი ქალის. კი, დასავლური საერთოდ მედიის პროპაგანდა კიდე ცალკე თემაა, რა თქმა უნდა, ადამიანების. თუმცა მაინც ახლა არის რაღაცა მომენტები და ძალიან ბევრი ისეთი საკვანძო სფერო, სადაც ჩემი აზრით ქალს უნდა ქონდეს უფლება და მაინც არ აქვს. და რა ანუ შენ ხა გადაცემის მერე შეიცვალე შენი აზრი და აღარ იბრძოლებ ირანელი ქალის უფლებების. არა, იბრძოდი ხა მაინც აქტიურად, რა ვიცი. ჯერ საქართველოში არის ქალთა უფლებები და საცავით. ხო და რა ვიცი ეს მაგრამ მაინც რა თქმა უნდა უფრო დამძიმებული სიტუაცია წარმოგედგინა. და არ ჯერა გიორგისი როცა არა როგორ არ მჯერა მე არა ვარ დამხობი კაცი მაგრამ აინტერესებს ისა ირანში კი წავიდოდა კაცი და თავის თვალით ნახავდა იმიტომ რომ რაც ამ გადაცემიდან გავიგეთ და როგორც ველაპარაკა ხო აბსოლუტურად სხვა ქვეყანა აღმოჩნდა ირანი რაღაცა ცოტა სხვანაირი სხვა სიღრმეები და მე ძალიან მომეწონა ეს აი მეტაფორული პარტები ერთმანეთს რომ